მისი მერობის მმართველობისას არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა მუნიციპალიტეტში, რაც აუდიტის სამსახურმა თავის დოკუმენტებში ასახა. ამაზე პასუხისმგებლობა დღემდე არავის დაკისრებია და როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა მოყვეს უკვე წლების შემდგომ მერმა თანამდებობა დატოვა, თუ თქვენ არ გახსოვთ ეს ფაქტები, მე შემიძლია შეგახსნათ რა ტიპის დანაშაულებზე იყო საუბარი. მე მოგახსენებთ, რომ ბატონი ლევანი იყო ძალიან კარგი მენეჯერი, სადაც არის მუშაობა, სადაც არის მსგავსი ტიპის გამოწვევები, შესაძლებელი არის იქ გადაცდომებიც, იმისთვის არსებობს ზუსტად აუდიტის სამსახური, შესაბამისი სამსახურები, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების და ქართული ოცნების პირობებში არ დარჩება შეუმჩნეველი, არ დარჩება კულუარებს მიღმა და თუ კი მოხდება რაიმე დანაშაული, ყოველთვის არის ყველა ადამიანი, ყველა ქართული ოცნების წევრი მზად იმისთვის, რომ ამ საკითხებზე პასუხი გასცეს. დანაშაულს თქვენ ეძახით გამოწვევას, ბატონო დავით, მე გახსენებთ იმას, რომ აუდიტმა ეს დარღვევები დააფიქსირა და რა რეაგირება მოყვა, თუნდაც ვთქვათ იმაზე, რომ არაერთი უკანონო მშენებლობას ჰქონდა ადგილი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისება, თანამშრომლებმა მიითვისეს სახელმწიფო ბიუჯეტით. ამაზე რა რეაგირება მოყვა, დღემდე არ ვიცით, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია. მე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ბიუჯეტის მითვისება მოხდა, თუ ბიუჯეტის ერთ-ერთი IP-ის თანამშრომელმა ბუღალტერმა რომ თანხა გამოიტანა და სხვებს დაურიგა, თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ. სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია ეს ბატონ დავით. ბატონო, თუ მსგავს საკითხს გულისხმობთ, მე ვიცი, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი ორგანოები კომპეტენტურ გამოძიების შედეგებს დადებენ, რომელზეც შემდგომ ვისაუბრებთ. რამდენი წელი შეიძლება მიმდინარეობდეს გამოძიება? მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გამოძიება არის გამოძიება და შესაბამისი ორგანოები იძიებენ ამ საკითხს.